სასამართლოდ ყოფნა ჩემი გათავისუფლება და რატო არ დავუყო. გორის რაიონის სოფელ სკრის საჯარო სკოლის ყოფილი პედაგოგი მარიამ კოხტაშვილი ერთ-ერთი მათგანია, რომელიც თვლის, რომ მიმდინარე წლის იანვარში სამსახურიდან მისი შვილის განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების გამო დაითხოვეს. 1978 წლიდან სკოლაში ის უცხო ენას ასწავლიდა. მარიამ კოხტაშვილი მიიჩნევს, რომ პოლიტიკური დევნის სუბიექტია და სკოლაში დაბრუნებასთან ერთად კომპენსაციასაც ითხოვს. ეს არქიტექტურა სულ უნდა ანაზღაურდეს. იმიტომ რომ მე პოლიტიკური ნიშნით ვარ მართლა გათავისუფლებული. არაფერი არ დამიშავებული. რატო არ უნდა მოხდეს ანაზღაურება? მე უნდა დაუბრუნდეო რა. პენსიას მე ჯერ პენსიონერი არ ვარ. რო შეეკითხა დედაჩემი თუ რატო გამოთავისუფლებო, რატომ მეკითხები თუ ასეთ პოზიციად, ხო იცით რაზეც გათავისუფლებები და მე მეთქო შენი მისთვის გამოთავისუფლებელი. მიუხედავად პოლიტიკური ცვლილებებისა, სკოლაში დაბრუნება სამართლებრივი გზებით განაგრძობს გორის ნომერ მე-9 საჯარო სკოლის ყოფილი პედაგოგი ია ბჟალავა. მის საკითხს ახლა უკვე სააპელაციო სასამართლო განიხილავს. მორიგი პროცესი თვის ბოლოსაა დაგეგმილი. ბჟალავაც თვლის, რომ სამსახურიდან მისი მეუღლის პოლიტიკური შეხედულებების გამო გაათავისუფლეს. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან დიდი ვალი დაედება ახალ მთავრობას, ასე ვთქვათ, ჭყალებში, რა თქმა უნდა, მაგრამ რაღაცით ამ ადამიანების მხარდაჭერა ამ ახალმა მთავრობამ მაინც უნდა შეძლოს, ბუნებრივია და დაბრუნებასთან ერთად თუ ამას ფინანსური კომპენსაციაც დაემატება, რა თქმა უნდა, ორმაგად გასახარი იქნება. რაც შეეხება ჩემს დაბრუნებას, მე როგორც გითხარით, მე სამართლებრივი გზით ვიბრძვი. იურისტების განმარტებით დამსაქმებლებმა აღნიშნულ შემთხვევაში სასამართლო პროცესებზე ვერ დაასაბუთეს, რის გამო მიიღეს აღნიშნული გადაწყვეტილება. რაც უკანასკნელ პერიოდში იქნა გამოყენებული, ეს არის 37 დექვერტი, ეს არის შრომის ხელშეკრულების მოშლა, რომელიც გულისხმობს ცალმხრივად ხელშეკრულების მოშლის საფუძველს. მოცემულ შემთხვევაში ყველა პედაგოგთან მიმართებაში იყო გამოყენებული სწორედ აღნიშნული მოგლი. რაც გულისხმობს ერთთვიანი კომპენსაციის მიცემას დასაქმებულისათვის და შესაბამისად უნდა აღინიშნოს, რომ მიუხედავად იმისა, რა საფუძვლით არის განთავისუფლებული, დასაბუთებულობა დამსაქმებლის მხრიდან აუცილებლად უნდა არსებობდეს. ქართული ოცნების ადგილობრივი შტაბის ინფორმაციით პოლიტიკური ნიშნით დევნა სხვა საჯარო სამსახურებშიც განხორციელდა. ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარის განცხადებით, კოალიცია ყველა ასეთ საქმეს შეისწავლის და სათანადო რეაგირებას მოახდენს. განცხადების საფუძველზე წამოვედი უნივერსიტეტიდან, თუმცა მე მართლაც არ მქონია ამის სურვილი. მაინც ვფიქრობ კი არა, საფუძველი გახდეთ ოჯახური ოჯახის წევრის, ერთ-ერთი წევრის განსხვავებული პოლიტიკური მოსაზრება. რა თქმა უნდა, არ ეხება მარტო სკოლებს, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ყველა იმ ადამიანის საქმე, რომელიც არის პოლიტიკური ნიშნის დატვირთვის მატარებელი და რომელსაც თავის დროზე აღნიშნული წარსული ხელისუფლება მოექცა ისე, რომ ისინი გაათავისუფლეს სამსახურებიდან, მათი საქმეები იქნეს შესწავლილი და რა თქმა უნდა, იქნეს ადეკვატური ქმედებები მიღებული მათი სასარგებლოდ. ქართული ოცნების ინფორმაციით, გორის რაიონის მასშტაბით სკოლებიდან პოლიტიკური ნიშნით წინასაარჩევნოდ სულ 15-მდე მასწავლებელი იქნა გათავისუფლებული. ლექსო ვალიაური ასეთი კატეგორიის პედაგოგებს ვითარების უკეთ გაცნობის მიზნით გორის შტაბში მიმართვას ურჩევს.